სასწაული გარემოა მართლა პირველივე შემოსვლიდან იგრძენი რომ რაღაცას სხვანაირი ენერგია ტრიალებს აქ. ეს არის მემკვიდრეობა, ქართული კალმის ხელოვნება და წიგნის ხელოვნება, რომელსაც არ აქვს არანაირი საზღვრები. ქართული კალიგრაფიის ხელოვნება გავს ჯაზს, კარგ ღვინოს. სინგური და მელანი. მელანი და სინგური. სწრაფად ვისწავლე და შენ როდიდან დაიწყე ამის კეთება და რატო გადაწყვიტე რომ გაკეთებ? მე დავიწყე ძალიან ადრეული ბავშვობიდან. ჩემმა ბებია მაჩუკა წიგნი, ელენე მაჭავარიანის წიგნობრობაი ქართული იყო ასეთი წიგნი და მომეწონა ძალიან იქ ძველი ქართული ასოები იყო და მათი მხატვრული გაფორმების წესებიც და დავიწყე ჩემთვის რაღაც კოპირება, შემდეგ მივხვდი რომ კოპირების იქითაც შემიძლია წასვლა და ჩემითაც შემიძლია მოფიქრება და უკვე დიდი ვიყავი, დაახლოებით მე-10-11 კლასში ალბათ, როცა ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი და იმაქიდან უკვე იწყება ჩემი თვითახკმა როგორც კალიგრაფისა აქედან. ეს კალამი წერს ორი სახის ხაზს სწავლებს, წვრილს და სქელს. ასომთავრული A წიგნში იწერება ასე. და ატყობთ რომ ეს სქელი წვრილი ხაზის სინთეზია მთლიანად და გეომეტრიულობის. ეს არის B. მაგრამ თუ კი შევხედავთ უკვე ქვაზე ნაწერ წარწერებს, იქ ასეთი წვრილი ხაზები და სქელი ხაზების კონტრასტი არ გვაქვს. აი ქვაზე ნაწერი მაგალითად A იქნება უკვე ამდაგვარი. ყველა ხაზი სქელია. ბოლნისის, სიონის ტაძრის წარწერა მაგალითად ისეთია რომ უფრო ესეთი მძლავრია რომ შორიდან ადვილად გამოჩნდეს ასო. აქ ჯავახიშვილი მაგალითად აი ამ წვრილ ხაზებს ეძახის ბეწვებრ ხაზებს და სწორიც არის. იმდენად წვრილია რომ არც კი ჩანს ზოგჯერ ხელნაწერებში ძალიან დიდი დაკვირვება ჭირდება და მასეთი წვრილი ხაზი რა თქმა უნდა ტაძრის კედელზე სამშენებლო წარწერისთვის არ გამოდგებოდა. რას გრძნობ წერის პროცესში? სიმშვიდეს. ჩემთვის კალიგრაფია არის ტექსტის ინტერპრეტაცია. ტექსტს როდესაც მე ვწერ, ძალიან იშვიათად რომ გადავწერო რაიმე ისეთი ტექსტი, რომელიც არ მაქვს გააზრებული, ან ჩემთან არ მოდის სულიერად ახლოს, ხო? შეიძლება სულიერად ახლოს არ მოდიოდეს სულაც, მაგრამ უბრალოდ იაზრებდე იმ სულიერ მდგომარეობას, რაშიც ეს დაწერილია მაგალითად. ან რაღაც გრძნობას აღგიძრავდეს, რომელიც კიდე შემდეგ რომ გამოხატო. რაც გამოისახება უკვე სასურათე სიფრთხეზე, იყოს არა ასობგერები უბრალოდ, არამედ ამ ასობგერების უკანმყოფი და სიტყვების უკანმყოფი მთავარი აზრი, ემოცია, გრძნობა. ჩემთვის და თქვენთვის შეიძლება ერთსა და იმავე ტექსტს სხვადასხვა გრძნობის მოტანა შეეძლოს და დამოკიდებულების აღწრვა, ხო? გალაქტიონის ლურჯად ცხენები რომ წავიკითხო მე და თქვენ, ალბათ რაღაცა საერთო იქნება ჩვენს გრძნობებს შორის, მაგრამ შესაძლებელია მე ჩემი პირადი გამოცდილებით კიდევ სხვა რამ დავინახო ამაში. ჩემი გადმოცემული უკვე კალიგრაფიაში თქვენ უნდა ამოიკითხოთ, ესაა ჩემი მიზანი. თქვენ ვერასოდეს ვერ ამოიკითხავთ იმ გრძნობით, რა გრძნობითაც მე ჩავიფიქრე.
ისევე როგორც ჩემი გრძნობა, რომელიც მე გადმოვეცი, ვერასოდეს ვერ დაემთხვევა გალაქტიონისას. ნამუშევარი, აი სწორედ მაგითი არის მდიდარი, რომ ის არ არის ჩემი საკუთრება, ასე ვთქვა, ჩემი პიროვნების საკუთრება აღარ არის, ის უკვე დამოუკიდებელი არსია, რომელიც განაგრძობს სიცოცხლეს და შეიძლება თქვენ სრულიად სხვა რამ დაინახოთ მასში, ისეთი რამ, რაც მე არ ჩამიფიქრებია მისი შექმნის დროს. და ის, რასაც თქვენ დაინახავთ, ასევე სწორი იქნება. ისევე როგორც მე შეიძლება დავინახო გალაქტიონის ტექსტში ის, რაც გალაქტიონს არ ჩაუდია. ამას ქვია ინტერპრეტაცია. Այն კონკრეტულ ფორმებს. როგორ ფიქრობთ? აქვთ რამე თავისი სპეციფიური ენერგია? ეხლა აი ამ კითხვას რატოსონ ცოტა უფრო ჩავშლი. სკანდინავიური რუნები რო ავიღოთ. ითვლება, რომ ყველა ფორმას რაღაცა ენერგიის აქტივაცია შეუძლია და მაგას იყენებდნენ, სხვადასხვა რიტუალებისთვის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ხა თუნდაც რო შეხედვა ის სამკუთხედს, რაღაცა იძახიან, რომ რაღაცა სხვანაირი ენერგია აქვს, რაღაცა ოთხკუთხედს სხვა ენერგია აქვს. ესეც ხო გარკვეულად რაღაც გეომეტრიული ფორმებია. აი შენთვის როგორც ხა კალიგრაფის, აი პირადი გამოცდილება რომ მითხრა. შენთვის აქვს ამ სიმბოლოებს რაღაცა იმაზე მეტი ენერგეტიკა, ვიდრე ჩვენ ვამბობთ, რომ A, B, G, D რაღაცა. კი, რა თქმა უნდა. დამწერლობა თავის თავად შეიქმნა როგორც ძალმოსილი იარაღი, რომელმაც უნდა გაგაძლიეროს და აი რუნები ახსენეთ, რუნებსაც ეგიდი აუდევს საფუძვლად, რომ რუნები არის რაღაც მისტიკური ძალის მქონე გამოსახულებები, რომლებიც გაძლევს შეიძლება ცოდნას, შეიძლება სიბრძნეს, შეიძლება უბრალოდ რაღაც განსაკუთრებულ ძალას, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძველი დამწერლობაც რომ ავიღოთ, ეს არის შუმერების მიერ შექმნილი ლურსმული. ლურსმული იქნება ძალიან პრაგმატული მიზნით. იქ თითქოს ეს ძალა არ ჩანს, მაგრამ აი კარგად დავინახავთ მაინც რომ აქაც არის. მეფე აგზავნის შიკრიკს თავის მოწინააღმდეგე მტერ მეფესთან და ცდილობს რომ რაღაც აზრი გადასცეს და ზეპირს იტყვიერად ატანს ინფორმაციას. შიკრიკი გარკვეულ პერიოდში იმახსოვრებს ამას და მიმოაქვს ეს აზრი, მაგრამ ერთმშვენიერ დღესაც მეფე ეტყვის ძალიან ღრმა აზრს და ძალიან ვრცელს სიტყვას, რომელსაც ვეღარ დაიმახსოვრებს შიკრიკი. ამიტომ მეფე ამოიღებს წყლიდან თიხას, მოზელს, დაფას და გადაიტანს თავის სიტყვას. ეს მოთხრობილი არის შუმერულ ეპოსში, ერთ-ერთ ეპოსში. ყველას მიერ არ იყო გააზრებული დამწერლობის როლი, გარკვეული ადამიანები, ვინც ეს შექმნეს, ძალიან კარგად იაზრებდნენ რამხელა ძალის მქონე იარაღი შექმნეს. ეს არის დროზე და სივრცეზე გამარჯვების მექანიზმი. დამწერლობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს განვითარება. იმიტომ რომ არ არსებობს თაობათა შორის სიტყვის მყარად გადაცემა და სივრცეში შორს გადაცემა. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი ძალა, რაც დამწერლობას აქვს. ფარნავაზი ქმნის სახელმწიფოს და მის საფუძვლად დებს დამწერლობას ისევ და ისევ. იმიტომ რომ ის ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ერთ სახელმწიფოში ხალხი გააერთიანო და რაღაც კონსოლიდაცია მოახდინოს სახელმწიფოებრივი, შეუძლებელია რომ არ გქონდეს ერთი სიტყვა, ერთი აზრი და ეს დროში გადაცემული კიდე. ამიტომ შემთხვევითი ეგეც არ არის რომ ფარნავაზს მიეწერება დამწერლობის შექმნა, თუნდაც ეს არ იყოს მართალი. ხო, რაღაცა ინფორმაციის შენახვა ხდება, ასე ვთქვათ რა, ძალიან საინტერესო მეთოდით და გზით. რაღაც მისტიკური ძალა ნამდვილად აქვს, აქედან წამოსული. ალბათ უმჯობესია რომ თქვენც მოსინჯოთ და კალამს როდესაც მოსინჯავთ, მიხვდებით რომ მას მართლა აქვს ისეთი ძალა, აღარ მოწყდები შემდეგ. აი, ჩემი დაკვირვება ეს არის, რომ ვისაც კი ერთხელ უცდია, აღარ წდება კალამს. ხოლმე ძალიან მინდა რომ სინჯო. თუ გნებავთ, დაგეხმარებით. აუცილებლად კი, თორე ჩემით რო გავაკეთო, კატასტროფა გამოგვივა. საშინელი კალიგრაფია მაქვს. და მე მეტყველებს ხელნაწერი ადამიანის შინაგან ბუნებაზე. ამ კითხვაზე პასუხი არის ალბათ კი, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური პასუხი მე არ მაწყობს. არა. ზოგადად წერის დროს თუ კი კონცენტრირებული ხარ, როგორც კალიგრაფი, შეიძლება სრულიად სხვა ფორმები გამოსახო და თუ კი არ ხარ კონცენტრირებული და უბრალოდ აზრის შენახვა გინდა, შეიძლება საერთოდ დამახინჯდნენ ფორმები. სხვათა შორის შეუძლებელია კიდევ რომ თანამედროვე ეპოქაში არ დაინახოს სილამაზე თუნდაც ბრჭყალებში რაღაც ნაჯღაბნ კალიგრაფიაში. ეს შეუძლებელია რომ კლასიკური კალიგრაფიით გამოხატო გრძნობა ისე სათანადოდ, როგორც ჯღაბნით. მე-18 საუკუნეში იცვლება სხვათა შორის ეგ ქართულ რეალობაში დამოკიდებულება კალიგრაფიის მიმართ. და აქ უნდა ვახსენოთ ნიკოლოზ ორბელიანი, სულხან საბას ძმა.
ძალიან ცნობილი კალიგრაფია, ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება უფრო ცნობილი იყოს როგორც თბილელი მიტროპოლიტი და მას აქვს შედგენილი ერთი ძალიან საინტერესო სახელმძღვანელო. კალიგრაფიის სახელმძღვანელო, როგორ მოვხაზოთ ასოები ისე რომ ერთმანეთში გადაიხლართონ. წაკითხვადი არ არის. წაკითხვადი გადახლართული ასოები. უბრალოდ წაკითხვადია, მაგრამ რთულად გარჩევ. მაგრამ ლამაზია ძალიან. ორნამენტს ქმნის ერთგვარს ეს ნაწერი და ყველაზე მთავარი რაც მას უწერი არის შემდეგი. ჩემსავე სიცოცხლეში ვნახე, რომ ჩემი მოსწავლეები და სხვებიო იმეორებდნენ და საკმაოდ უხეიროდ გამოსდიოდათ, რომ ჩემსავით არავის არ გამოვიდა. შუა საუკუნეებში კარგ კალიგრაფად ითვლება ის, ვინც აკოპირებს. აკოპირებს სხვისას, იმიტომ რომ მისი მიზანი არის მიაწოდოს მარტივად წასაკითხი ხელნაწერი. ამიტომ კარგი კალიგრაფები არ ცვლიან დამწერლობას. კარლოს დიდის დროს ევროპაში არსებობს რამდენიმე სკოლა კალიგრაფიული. მაგალითად, საფრანგეთში გადაწერილ წიგნს გერმანიაში ვეღარ წაიკითხავდნენ, იმდენად განსხვავდებოდა უკვე ხელწერა. კარლოს დიდი ჩაერევა და იტყვის, რომ აგერ ეს ერთი კალიგრაფია, რომელიც ყველაზე მარტივად იკითხება, გახდეს საყოველთაო და ამას დაერქმევა კაროლინგური მინუსკული. და დღევანდელ შრიფტებს უდევს საფუძვლად. დღეს დღევანდელ ადამიანსაც შეუძლია თავისუფლად წაიკითხოს კაროლინგური მინუსკული. იმ კაცს უნდა უმადლოდეთ. იმ კაცს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა სხვათა შორის, კარლოს დიდმა ცნობილი რომ წერა-კითხვა არ იცოდა. ვინც მოეწონა ვიზუალურად მოეწონა, ან შეიძლება დაუჯერა რჩევას თავისი რჩეველების. იოანე ახსენე წეღან და გადაშლილია ეს წიგნიც იოანე ზოსიმეზე და ამას რო არ შევეხოთ, ალბათ არ გვაპატიებს ბატონი იოანე. რა ვიცით ამ ხელნაწერის შესახებ? იოანე ზოსიმე არის ასევე კალიგრაფი, რომელიც მოღვაწეობს სინას მთაზე, მსგავსად ეზრა ქობულიანისთისა, თუმცა ეს პერიოდში არიან თუ უფრო ადრე? ერთმანეთს იცნობენ. დიდი ალბათობა რომ ერთი მეორის მოსწავლეც არის კალიგრაფიაში. თუმცა იოანე ზოსიმე არ არის კარგი კალიგრაფი. იოანე ზოსიმე დღევანდელი გადასახედიდან ჯღაბნის, რო თქვა, უბრალოდ იმ პერიოდის ეგრეთ ეძახის თავის ჩხაპნელი. ჩხაპნელი, ჩხრეკელი, ფარჩხად ჩხრეკელი. სინურ-პალესტინური სკოლა. გამოირჩევა იმით, რომ ისინი არ ქმნიან დაკვეთებს, სამეფო დაკვეთებს, ან რაღაც. ქმნიან ხელნაწერებს საკუთარი საჭიროებისათვის. მიუხედავად ამისა, ამ სკოლაში იოანე ზოსიმეს გარდა მოღვაწეობს მაგალითად ეზრა ქობულიანისძე, რომელიც შემოქმედებითად უდგება საქმეს და როგორც ჩანს, თავისივე სულიერი მდგომარეობისთვის და სულიერი მოთხოვნილებისთვის მას უნდა რომ კარგი კალიგრაფიით წეროს და არის ულამაზესი ხელნაწერი. მაგრამ დღეს იოანე უფრო ვიცით ხალხმა ვიდრე ეზრა. იოანე ვიცით ქებაი და დიდებაის გამო. არ ვიცით ავტორია თუ გადამწერია უბრალოდ, შესაძლებელია სულაც არ არის ავტორი, მაგრამ მან შემოგვინახა ეს ტექსტი. რას ფიქრობ ისე მაგ ტექსტზე? ეს ტექსტი ალბათ უფრო პოლიტიკური განაცხადია, ვიდრე ისტორიული ან რაღაც რეალური წინასწარმეტყველება, მე ასე უყურებ. პოლიტიკური განაცხადი არის, რომ ქართული ენა და შესაბამისად რაღაც ქართული სახელმწიფოებრიობა ან ქართული კულტურა არ ჩამოუვარდება ბერძნულს, უტოლდება და წინაც უსწრებს კიდევაც. ასე უწერია იოანეს, ხო? სტამბის შემოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კალიგრაფები გათავისუფლდნენ თავიანთი პირველადი საჭიროებისგან, რომ გადაეწერათ სქელტანიანი წიგნები ყველასთვის მოსახერხებელი ხელწერით. და დაიწყეს შემოქმედებითი მიდგომა. დაიწყეს ისეთი კალიგრაფიით წერა, რომელიც აღარ არის კითხვადი მაგალითად. ეს მანამდე დაგმობილიც იქნებოდა, ალბათ მოსაწონი არ იქნებოდა, მაგრამ ამ პერიოდიდან კალიგრაფიას უყურებენ უკვე როგორც წმინდა ხელოვნებას, რომელიც აი ამ პრაგმატული საჭიროებებისგან თავისუფალია და სულიერ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. ნიკოლოზ ორბელიანი, ძალიან ცნობილი კალიგრაფი, წერს ისეთი ხელწერით, რომელიც ულამაზესია, რო გადაშლი სულს ესიამონება, მაგრამ ვერაფერს ვერ წაიკითხა. და ეს არის ალბათ თანამედროვე კალიგრაფიის დასაწყისიც, იმიტომ რომ დღესაც კალიგრაფიის მიზანი არ არის, რომ შევქმნათ დიდი რაღაც 100 გვერდიანი და თუნდაც უფრო ნაკლები წიგნები ხელით. არამედ ჩვენი მიზანი არის, რომ შევქმნათ ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც თავიანთი სათქმელი აქვთ და ეს სათქმელი ერთი შეხედვითაც კი უნდა ჩანდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ხელით წერის ნაციონალური დღე, National Handwriting Day და ეს არის 23 იანვარი. აღმოჩნდა, რომ ეს არის ამერიკელი პოლიტიკოსის ჯონ ჰენკოკის დაბადების დღე. ეს ამერიკელი პოლიტიკოსი არის პირველი ხელმომწერი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე.
თქვენ თუ ნახავთ მე ამ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას კიდევ ერთხელ ჩახედეთ და ნახავთ რომ არის დიდი, ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი კალიგრაფიული ხელმოწერა. სხვათა შორის, რიგითმა ამერიკელმა შეიძლება არ იცის ჰენკოკი ვინ იყო და რომ ხელიწერის დღე უკავშირდება მის დაბადების დღეს, მაგრამ ზეცართავად არის ქცეული, ვინც ლამაზად ხელს მოაწერს ან წერს, ეუბნებიან შენ რა ჰენკოკი ვიტწერა. მაგრამ საქმე ის არის, რომ მას ეს, როდესაც ხელი მოუწერია, შემაგ უთქვამს, რომ ეს მე განზრახ გავაკეთე ბრიტანელებმა შორიდან სათვალის გარეშე რომ დაინახონ ამერიკა დამოუკიდებელია. კალამ შეუძლია ყველაფერი, მათ შორის იყოს თავისუფლების ყველაზე ხმამაღალი განაცხადიც. მაგრამ საქმე იცით რა არის, კიდე მე ჩავყევით ამას და მე ისტორიკოსი ვარ, მაგრამ არასდროს არც მე დამისვამს კითხვა, არც უნივერსიტეტში დაგვისვამს კითხვა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ვინ მოაწერა ხელი პირველმა. როდესაც ჩავყევით ჩემი ახალი და უახლოესი ისტორიის მკვლევარ მეგობრებსაც დავეკითხა, აღმოჩნდა რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტსაც აქვს ესეთი გამორჩეულად ლამაზი და კალიგრაფიული ხელმოწერა. პირველმა მოაწერა ხელი მანაც და ეს არის შალვა ალექსი მესხიშვილი. შეიძლება გაგახსენდეთ ჩვენ დღევანდელი კალიგრაფისტების თამოვა. პირველი კალიგრაფი ამ ოჯახიდან იყო ალექსი გვარად მესხიშვილი და ეს იყო იმდანად დიდი კალიგრაფი, რომ მთელ შემდგომ საგვარეულოს ალექსი მესხიშვილად დაერქვა გვარი. მთელი შემდგომი ეს კალიგრაფიული საგვარეულო სულხან საბურულიანის ყველაზე ცნობილი ხელნაწერი ლექსიკონები არის მათი ხელიდან გამოსული და არა მხოლოდ. სწორედ ამ საგვარეულოს წარმომადგენელს ეს დამთხევა, განგების ნება თუ რა ვერ გეტყვით, მაგრამ შალვა ალექსი მესხიშვილს აქვს მოწერილი ხელი სწორედ დამოუკიდებლობის აქტზე საქართველოს. ეს ნეტოს შეგნებულად მოაწერინეს, მას ხელი რო რადგან ლამაზი კალიგრაფია ექნებოდა. ეს უფრო ვფიქრობ, რომ განგების განზრახვა იყო და არა, მაშინ იმიტომ რომ ხო გახსოვს, როდესაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, ერთი ეს საოცარი ამბავია. ეხლა წეგან რო საუბრობდით ფარნაოზის ლეგენდაშიც დამწერლობა როგორ უკავშირდება სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას და ეხლა ამერიკელებმაც როგორ დააკავშირეს დამწერლობა და სახელმწიფოებრიობის შექმნა და ეს ორი ერთმანეთთან ისე არის გადაჯაჭვული, რომ თითქოს ფესვები არის ეს კალიგრაფია. ეს მოვდის, სწორედ ჩვენი ინტელექტუალური კარდიოგრამაა ეს. რას ეძებს კალიგრაფი? კალიგრაფი შეიძლება ბევრ ამას ეძებდეს, მაგრამ ტრადიციულად ყველაზე ძველი იდეა, რასაც კალიგრაფი შეიძლება ეძიებდეს, ეს არის ღმერთის ძიება. დღეს ცოცხალი არის ეს იდეა ისლამურ კალიგრაფიაში და დღეს ითვლება, რომ ისლამური კალიგრაფიის მიმდევარი ასოების მოხაზვის დროს ეძებს ყველაზე სრულყოფილ ფორმას თითოეული ასოსი, მაგრამ ვერასდროს ვერ მიაღწევს. ამ ძიებაში ყოველთვის შეიძლება წინ წასვლა და კიდევ უფრო კარგი ფორმის პოვნა. ეს სხვათა შორის ძალიან კაფეოდ ჩანს ასომთავრულშიც. ასომთავრულიც როცა შეიქმნა, სავარაუდო არის, რომ სწორედ ეს იდეა ედო საფუძვლად, იმიტომ რომ ასომთავრული არის გეომეტრიული ფიგურებით აგებული დამწერლობა, წრე და იდეალური წრე, იდეალური ხაზი, კუთხოვანი ფორმები და ასე შემდეგ, ხო? და ეს გეომეტრია იმ ეპოქაში აღიქმებოდა როგორც იდეალური სამყაროს გამოხატულება. გეომეტრია თავისთავად არის იდეალიზმის ერთ-ერთი ხატება. ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ ზუსტი წრის მოხაზვას. ადამიანის ხელი ვერასდროს ვერ განახორციელებს იდეალურ წრეს, იმ იდეას, რაც წრის იდეაში დევს, ხო? და ის იდეალური წრე ეს არის ღვთაებრივი იდეა, ღვთაებრივი ფორმა. ასომთავრულიც არის ღვთაებრივი დამწერლობა და ჩვენ მხოლოდ კონსტრუქტორები ვართ, რომლებიც ვიღებთ უკვე არსებულ ღვთაებრივ ფორმებს და ვცდილობთ, რომ მიუახლოვდეთ. რა, აი რუნებს იყენებდნენ მაგალითად კონკრეტულად რაღაცეებისთვის, ხო არის დაცვითი რუნა და რაღაც უნდა დაწერო ესე და ეს ახლა შენ დაგიცავს. უნდა დაწერო რაღაცა სიყვარულის, მოსავლიანობის, ჯანმრთელობის და რაღაც კოდებს შიფრავენ ამაში რა. ეგ პოტენციალი გვაქვს ჩვენ ანბანში? კი, როგორ არა. განსაკუთრებით ასომთავრულში. ასომთავრული არის თავისთავად სიმბოლოებით სავსე დამწერლობა. ერთი რაც უნდა ითქვას, ოღონდ აქ ისტორიული თვალსაზრისით თუ მიუდგებით, ასომთავრულს თუ შევხედავთ, როგორც ისტორიკოსები, ვართ უძლურები, იმიტომ რომ არ ვიცით ისტორიულად
ჯერ ერთი ვინ შექმნა, როდის შექმნა, ზუსტი თარიღიც არ ვიცით და ვერც იმაზე დავდებთ თავს თუ რომელ სიმბოლოში რა იგულისხმება და რა ჩადო, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა მიუდგეთ როგორც ისტორიკოსები. თუ კალიგრაფი ვარ, კალიგრაფი უნდა მიუდგეს როგორც მხატვარი მიუდგებოდა და ხელოვანი მიუდგებოდა და აქ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვეძიოთ სწორედ ის იდეა, რაც შესაძლებელია ქონოდა მის ავტორს, ან რა ვიცი, ჩვენ მივანიჭოთ თავად ეს ფუნქცია. მე როდესაც უყურებ ასომთავრული ასოების მოხაზულობას, იქ ხედავ პირდაპირ სიმბოლოებს, აი მაგალითად ქრისტეს ჯვარია, ჯვარის სიმბოლოა, ის მხოლოდ ასო არ არის. იგივე შეიძლება ითქვას ასოზე, რომელიც ასომთავრულად ისე გამოისახება, რომ თვარეს გავს, რომელიც ცაშია დაკიდული, ეს ცის ხაზიც კი არის გავლებული. მე ასე აღვიქვამი. ასევე დონი მაგალითად მზის სიმბოლოა, რომელსაც ასევე აქვს ცის ხაზი ზევით და ცაში არის ჩამოკიდებული. ხარი მაგალითად ასო ხარი რო შეხედავ პირდაპირ ხარის ასოციაციას იწვევს, რომელიც ქართულ წარმართულ რელიგიაში რამხელა დატვირთვის სიმბოლო იყო, კი ვიცით და ასე შემდეგ. თითოეულ ასოში შეგვიძლია დავინახოთ ეს სიმბოლოები. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როგორც ისტორიკოსები თუ მიუდგებით ამას, ვერაფერს ვერ მივაგნებთ, იმიტომ რომ წყაროები არ გვაქვს უბრალოდ ამასთან დაკავშირებით. ეხლა გამახსენდა მენდელეევის სისტემა რა, ხო რაღაცა სიზმარში ნახა, ტაბულა და გადმოიტანა რა. ხო და ნუ რატო არ შეიძლება რომ რაღაცა იმ პერიოდის რაღაცა ქურუმებისთვის ყოფილიყო რაღაცა ხილვასავით ან სიზმარ ხილვასავით, რომელიც მერე გადმოიტანა და იმიტომ რომ სიზმარი არის ხო ერთ-ერთი საშუალება, როცა იმის მიღმა გადიხარ, ვიდრე შენი გონებით შეგიძლია დაინახო. რატომაც არ სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის დამწერლობების შექმნის მითები. სკანდინავიური მითის მიხედვით შექმნა ოდინმა, რომელსაც სწორედ აი ეს სიზმრად გამოეცხადა. განიგმირა საკუთარი თავი და იგდრასილზე, ანუ სამყაროს ხეზე დაეკიდა თავდაღირა, იმისათვის რომ მიეგნოს სიბრძნისთვის და აი ამ რაღაც განსაცდელის დროს მას ესიზმრა რუნები, რომელთა ძალითაც თავი დააღწია ამ განსაცდელს. ასეთი მითია, ცოტა უცნაური მითია, მაგრამ აქაც ჩანს, რომ ძალა აქვს ამ რუნებს და ეს არ არის მხოლოდ ბგერების გადმომცემი რაღაც მოხაზულობები, არამედ ძალა აქვს, რომელთაც შეგიძლია სიბრძნე მიიღო და მე ამ სიბრძნით თავი იხსნა რაღაც განსაცდელის. ეს შეიძლება განაზოგადო ეს. სხვათა შორის რუნები გავს ლათინურ დამწერლობას, რაც არის და ეგ კი გავს. გავს, თუმცა პირდაპირ კავშირი შეიძლება არ იყოს. მეცნიერები იკვლევენ ამას და არსებობს მოსაზრება, რომ რუნები ეფუძნება ლათინურს როგორც ინსპირაციას მხოლოდ. იქიდან ზოგიერთი ასოს მოხაზულობა აღებულია, მაგრამ არ ემთხვევა ფორმა და შინაარსი ერთმანეთს. მაგალითად ლათინური F არის გადამღერებული უკვე რუნებში და გამოითქმის როგორც A. ბერძნული მითი არის მაგალითად ისეთი, რომ დამწერლობა მოუტანა ხალხს პრომეთემ ცეცხლთან ერთად. ესეც ღვთაებრივი წარმოშობის არის. ღმერთებს როგორც ცეცხლის იდეა წართვა და ხალხს მისცა, ისე დაახლოებით გადმოცემულია, როგორ წერის იდეაც მიუტანა ხალხს და სიმბოლოები მისცა. მსგავსი არის ასევე ეგვიპტური მითი. ეგვიპტური მითის მიხედვით თოტმა წეროს ან ყანჩის თავიანმა ღვთაებამ, რომელიც სიბრძნის ღმერთია სხვათა შორის, შექმნა დამწერლობა იმისთვის, რომ ადამიანები უფრო ბრძენი გამხდარიყვნენ. ან ყველაფერი სიბრძნეს უკავშირდება და ყველგან არის ხაზგასმა ამითებში იმაზე, რომ ეს რაღაც ადამიანური მოვლენა კი არ არის, ღმერთმა შექმნა, ღვთაებრივი წარმოშობა აქვს ამ დამწერლობას. იმიტომ რომ აცნობიერებდნენ ძალიან კარგად დამწერლობის აი იმ ღვთაებრივ იდეას. თავიდან რო თქვი, რომ ძალა აქვს დროსა და სივრცეზე გამარჯვების და ეს დროსა და სივრცეზე გამარჯვება არ არის ადამიანური თვისება, ეს ღვთაებრივი თვისება. სხვათა შორის, როგორც ყველა სიახლეს, დამწერლობის შექმნასაც ჰქონდა წინააღმდეგობა და შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პლატონი მაგალითად წერს, რომ დამწერლობა ძალიან ცუდი რამე არის. ოღონდ ამას წერს სოკრატეს ენით. სოკრატეს ასაუბრებს ამაზე და სოკრატე ამბობს ასეთ რაღაცას. სოკრატე არ წერდა პრინციპში. არ წერდა, არა, ანუ თავისი იდეას როგორც ჩანს მიყვებოდა ერთგულად და იცავდა მაგ იდეას, რომ დამწერლობა არ არის კარგი და რას წერს? წერს, რომ ეგვიპტელმა ღმერთმა შექმნა დამწერლობა და ეს ცუდი იქნა, იმიტომ რომ ადამიანები გააზარმაცა. მანამდე ადამიანს უნდა თავის თავში გაევლოს სიბრძნის ეტაპები, თვითონ მისულიყო სიბრძნემდე და ახლა
მას შეუძლია რომ უბრალოდ სხვისი ნაწერი წაიკითხოს და ინფორმაცია მიიღოს და სიბრძნის ასე ვთქვათ დაბრძენების საფეხურების გავლის გარეშე სხვისი გამოცდილება მიიღოს. ხო, ეს ალბათ მართლა აქვს ეგ გაზარმაცების თვისება დამწერლობას, მაგრამ მეორე მხრივ პლატონი ალბათ აცნობიერებდა რომ მაგის მიუხედავად თუ არ დავწერეს დაიკარგება. დეგრადაცია. სხვათა შორის ახლა მაგალითად ვედურ კულტურაში აღწერილი არის ის რომ ვედები არის გაცილებით ძველი, უბრალოდ მე დაიწყო მაგის ჩაწერა, რაც ადამიანმა ნელ-ნელა დეგრადაცია განიცადა, თორემ მანამდე, ასე ვთქვათ, წინა ცივილიზაციის ადამიანს ჰქონდა იმხელა გონებრივი შესაძლებლობები, რომ ეს უზარმაზარი ტექსტები პირდაპირ დაემახსოვრებინა და ეს ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობაზე და მე ამბობენ რომ როდესაც ეს დაცემის ეპოქა დაიწყო, კალიუგას რასაც ეძახიან, მე იწყება ჩაწერა ამ ცოდნის, რომ ეს ცოდნა არ დაკარგულიყო, თორემ მანამდე დამწერლობის საჭიროებაც არ არსებობდა, ესეც რამეს ამბობენ. საინტერესოა ეს ძველი დამოკიდებულება და მე როგორ იცვლება ეს ყველაფერი თანათანობით დამწერლობა ესე იგი შექმნის მომენტში აღიქმებოდა როგორც ყველა სიახლე საფრთხეთ ან რაღაც ძველი ტრადიციის მგრეველად და რეალურად მართლაც შეცვალა ხომ ეს ძველი ზეპირსიტყვიერი კულტურა გარკვეულწილად ჩაანაცვლა მაგრამ მეორე მხრივ დიდი კულტურაც წარმოშვა დაბადა რომელიც დღემდე ცოცხალია აი ხა კიდე ახალი საიდუმლოებები ამოვიდა კარგია შავს აქვს თავისი კალამი და წითელს აქვს თავისი კალამი ხო არა ერთ და იმავე კალამით უწერთ ეს მე იწმინდება მაგრამ ხო წითლით დავწეროთ მოდი მე შავით დავწერ შენ წითლით და წითლით უფრო მარტივია ამ შემთხვევაში წერა და მაგიტო რა დავწეროთ გადაცემის სახელი დავწეროთ თქო ძალიან გრძელია სასწაულის ძიებაში. არც ისე გრძელი არ არის. დავიწყოთ და პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის თუ მხედრულად ვწერთ და ალბათ მხედრულად ჯობია ამ შემთხვევაში. დავიჭიროთ კალამი ასე ჰორიზონტალურად არა, დიაგონალურად. არა, კარგია. დიაგონალურად. ეს უნდა შევიხსნა ხა თითქოს. სულ შემთხვევაში ესეთი ღერძი უნდა მოიხაზოს, რომელიც ქვევით მოიხრება, მაგრამ კალამს უჭირს ქვევიდან ზევით მოძრაობა. ამიტომ ბოლომდე არავალ და მეორე მხარეს ესეთი ტალღას გავაკეთებ, რომელიც აქ მიუერთდება. აი მნიშვნელობა კიდე ხა თუ დააკვირდები, კალამს ვატრიალებ მარჯვნისკენ, რომ აქ წვრილი ხაზი მქონდეს. მე ვწყვეთ სად იყოს წვრილი და სად იყოს სქელი კალმის. შეტრიალება შემოტრიალებით. აწესრიგებს ეს ადამიანის შინაგან ბუნებას. მე ვფიქრობ, რომ კი, მედიტაციურია, კი. ამაზე გიო გორგიაშვილზეც შემიძლია გითხრათ, ჩვენს კალიგრაფზე, რომელიც მედიტაციასთან ძალიან ახლოს არის. ხო, აუცილებლად უნდა მითხრათ მაგის შესახებ. აი ეს რგვალი ნამუშევრები, აი მზეს რომ წააგავს, ხო? არის გიო გორგიაშვილის შემოქმედება და ეს ნამუშევრები უნდა აღვიქვათ როგორ გიორგი არ წერს ჩვენთვის, წერს თავისთვის და ამით მედიტირებს. ის წარმოიდგენს მართლა რომ ამ წრის შუაგულშია და ამ სიტყვას და სიტყვის ძალას თავისკენ იკრებს. მაგრამ მეორე მხრივ ხელოვნების ძალა ის არის რომ როდესაც ეს პროცესი სრულდება ნამუშევარი აგრძელებს სიცოცხლეს უკვე პირუკუ, ანუ იქიდან გამომდინარეობს ის ცენტრი კი არ არის შემწოვი ამ ყველაფრის, არამედ იქიდან ასხივებს და უკვე გადმოდის ეს მკითხველზე. შენ რო უყურებ ამას, იქიდან უნდა წამოვიდეს ეს ენერგია. რაღაცა სულის ნაწილი გადადის. კი. ანუ აქ მედიტაციაცაა პროცესში, მაგრამ ამავე დროს ხანგრძლივი ეფექტიც აქვს უკვე მკითხველისთვის. იაპონური იეროგლიფების წერა თუ გიცდია? მიცდია. ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის პროცესი, მაგრამ შედეგი არ მაქვს ხოლმე, იმიტომ რომ გამოცდილება არ მაქვს უბრალოდ. აღმოსავლეთში უფრო აფასებენ კალიგრაფიას ამ კუთხით, ვიდრე იმიტომ რომ მედიტაციასაც უფრო ესეც მართალია. წელს ჩატარდა კორეაში საერთაშორისო ბიენალე კალიგრაფიის, რომელშიც ძირითადად წარმოდგენილები იყვნენ იაპონიიდან, ჩინეთიდან, კორეიდან რამდენიმე იყო ინდოეთიდან და ევროპიდან სულ რამდენიმე კალიგრაფი ვიყავით, მათ შორის ერთი ნამუშევარი ჩემიც იყო და
იმაშინ გავიკვირვე რომ მეთქი რატო არ არიან ევროპელი კალიგრაფები და ვინც იყვნენ ევროპიდან მაგალითად ბრიტანელი კალიგრაფი იყო იტალიელი იყო გერმანელები იყვნენ რამდენიმე მათაც ჰქონდათ წარმოდგენილი აღმოსავლური კალიგრაფია იაპონური ან ჩინური ერთი ქართული იყო ჩემი განსხვავებული ძალიან ლამაზი გამოვიდა სხვათა შორის იცით რა არის აი ბოლო ასოებში უკვე ეს ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე პირველი. ხაზიც უფრო სუფთა და წმინდა არის. აი აქ უფრო ნაკლები დაძაბულობით ვაკეთებდი. ეგ არის. კალიგრაფია სხვათა შორის მეც რო დავწერე ახლა ეს კამერების ფონზე ისეთი არ გამოდის. კალიგრაფია არის მარტოობაში გასაკეთებელი ჩემი დაკვირვებით. ესე კი თანამედროვე სამყაროში გთხოვენ ხოლმე რომ შოუც ვაკეთოთ. მაგრამ შეც არ გამოდის. რა თქმა უნდა, ამიტომ მორგებული ვარ მეც მაგას, მაგრამ ნამდვილად ეს ის არ არის, რასაც გააკეთებდი მარტოობაში. იმიტომ რომ იქ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე ქმნი ნამუშევარს და საბოლოო პროდუქტი შეიძლება ისეთი მიიღო, რომ მე შენც კი გაგიკვირდეს და იქიდან კიდე ისწავლო, ანუ ეს როგორც ჩანს შექმნის დროს მარტო არ ხარ, რაღაცა სხვა ძალაც არის, აი თუნდაც ის ძალა, რომელიც დამწერლობას აქვს და მე ეს გაძლევს კი არა, რომ დახედავ შენს ნამუშევარს, მიხვდები რომ ის შენ არ ჩაგიფიქრები ასეთი. ძალიან კაი გრძნობა არის ხოლმე. ნაგაჩი ხარ, ხო? ეს არის ხოლმე ჩემთვის ძალიან დამაფიქრა ადრე ბიბლიაში სამყაროს შექმნის პროცესი რო წავიკითხე, ერთ რაღაცას მივაქცე ყურადღება, რასაც ადრე არ ვაქცევდი და როდესაც გაყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი, შეხედა რომ ნათელი კარგი იყო, მოეწონა. ხო და მაშინ ვფიქრობდი რომ არ იცოდა რა საკეთებდა თქო და როცა დაინახა უკვე რა გააკეთა, მე მიხვდა რომ კაი რაღაც გამიკეთებია. საინტერესო ხო. მე ძალიან ხშირად მაქვს სხვათა შორის ეგეთი მომენტები, რომ კალიგრაფიულ ნამუშევარს კი არ ვიწყებ როგორც ნამუშევარს. აი დავჯდები და ეხა ნამუშევარს შევქმნა ეს ჩანაფიქრი არ მაქვს რა. ვიღებ უბრალოდ კალამს და ვიწყებ ჭღაბნას და სულ ბოლოს მაქვს ხოლმე ზუსტად ეგ განცდა. ვახ, რა კაი რაღაც გამოვიდა. ესეთი შემოქმედებითი კერები ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქალაქში იყოს და ამ ვირთხების რბოლაში, რასაც თანამედროვე სამყარო გვთავაზობს, რომ მუდმივად რაღაცა მუშაობა, შრომა, აი რაღაც ესეთი შემოქმედებითი კუნძულები იყოს. შუაგულ ქალაქში უცბად შეგიძლია შემოხვიდე და ცოტათი მოწყდე ამ შენ ფიქრებს და დარჩე მარტო. და არ არის აუცილებელი რომ მონასტერში წახვიდე რა, სულიერი სიმშვიდისთვის. ეს ერთგვარი სამონასტრო პრაქტიკაა გადმოტანილი ქალაქის ცენტრში.